ნახეთ მეგობრებო, რა დამართა ამ გოგოს ორსულობამ. ეს 28 წლის მალაიზიელი ახალგაზრდა დედიკოა ამბობს, რომ ყველაფერი დაიწყო ორსულობის მეორე თვიდან. არანაირ თავის მოვლის და კოსმეტიკური საშუალებები მისკანს არ შველიდა და გამონაყარი გამოდიოდა დღითიდღე და უფრო უარესი. ეს გოგო მივიდა ექიმთან, დერმატოლოგთან და დაუდგინეს ურთულესი სტადიის მქონე აკნე, ურთულესი და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ორსულობაში აკნეს სამკურნალო პრეპარატები არის აკრძალული, სასტიკად აკრძალული გარეგანი საშუალებებიც, რომლებმაც შეიძლება მდგომარეობა შეამსუბუქოს. ამ გოგომ დაიწყო თავისი ბლოგი და გვიზიარებდა ამ ინფორმაციებს და ყველას აინტერესებდა თუ რა მოხდებოდა. ბედნიეროდ დერმატოლოგი ეუბნებოდა, როგორც კი შენი ორსულობა დამთავრდება და ეს ჰორმონალური ფონი მოიხსნება, შენი კანიც ნელ-ნელა დაუბრუნდება პირვანდელ სახეს. მართლაც ჰოისაოცრებო, როდესაც მან ბავშვი გააჩინა, მისმა კანმა ნელ-ნელა დაიწყო განკურნება, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ბოლომდე თავისით არ გამქრალა. ეს გოგონა აგრძელებს რეაბილიტაციას, იკეთებს ლაზერულ წმენდას, ასევე დადის დერმატოლოგთან. საბედნიეროდ, ასე გამოიყურება ახლა ეს გოგონა ამდენი ტანჯვის და წამების შემდეგ და თავის ბლოგში ამბობს, რომ იცოდეთ გოგონებო, რომ ასეთი რამე შეიძლება დაგემართოთ ორსულობისა, მაგრამ ეს საშიში არ არის, როგორც კი თქვენი ორსულობა დამთავრდება, ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება და ასევე აღსანიშნავია, რომ მისი მეუღლე ამხნევებდა და მხარს უჭერდა მას. ძალიან მიხარია, რომ ესეთი კარგი ადამიანი ყავს მას გვერდით და ესე შეუმსუბუქა ეს მდგომარეობა. მოკლედ, მიხარია, რომ ეს ისტორია დამთავრდა კარგად და ახლა ამ გოგონას ცხოვრებაში ყველაფერი არის იდეალურად.